ნებისმიერი ვარჯიში, რომელიც გულისცემის გვიჩქარებს, აძლიერებს პულსის საფრთხო სისტემას და მეტი ჟანგბადის მოხმარებისკენ არის მიდრეკილი, არის კარდიო ვარჯიში. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სახით იქნება რა. კი, მართალია დარბაზში წონებზე ვარჯიშის დროსაც გვიწევს გულისცემა, მაგრამ სტაბილურდება. კარდიო ვარჯიშების დროს სტაბილურად მაღალზე არის. ეს სიარული იქნება თუ სირბილი. ხოლო ვარჯიშები, რომლებიც კონცენტრირებიან უშუალოდ კუნთის ზრდაზე ან გაძლიერებაზე, სხეულის წონით თუ დამატებითი წონებით, არის ძალოვანი ვარჯიში. პირველ რიგში ეს ორი დავყოთ ერთმანეთს. ნებისმიერი კარდიო, ეს იქნება დაბალი ინტენსივობის თუ მაღალი ინტენსივობის, ცხიმს წვავს 200-დან დაახლოებით 600 კალორიამდე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იცვლება იმის მიხედვით, თუ რა ინტენსივობისაა, რა წონაზე ხართ და რამდენი ხანი გრძელდება. უშუალოდ ვარჯიშის დროს მაგდენი კალორია არ იწვება, რაც კარდიოს დროს. ვარჯიში არის გრძელვადიან პროცესში უფრო უკეთესი. იმ მარტივი მიზეზით, რომ 1 კილოგრამი კუნთი ბევრად მეტ ენერგიას მოიხმარს დღის განმავლობაში, ვიდრე ცხიმი. იმიტომ რომ კუნთი სულ მოძრაობს. და თუ კუნთის მასას გაზრდი, ავტომატურად მეტი ენერგია დასჭირდება შენს სხეულსაც.